ჩვენი არხი არ არის თუ ისი არხი ძალიან მაინტერესებს. ვაიმე პოსტერი ვარ. აუ ეგ იყო მე რაც მაინტერესებს. იუჭიანებს. კატ. გამარჯობა. ახალი ვიდეოით დაგიბრუნდით, ახალი განხილვით ფილმი Sinners, რომლის რეჟისორიც არის რაიან კუგლერი. აუცილებლად უნდა განგვიხილა ეს ფილმი, იმიტომ რომ საკმაოდ მოკლე დროში მოიპოვა ინტერესი. კი, ჰაიპში. უკვე ოსკარებზე წავიდა ლაპარაკი, ამ ნომინაციას აიღებს და ამაში უნდა აიღოს და მიეცით მაიკლ ბი ჯორდანს ოსკარი და ეგეთი განხილვები ალბათ თქვენ შეგხვდათ. მაგრამ გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი აზრი დაგვიფიქსირებინა ამ ფილმზე. სანამ დავიწყებთ, იმას ვეთქვით, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და კომენტარები დაგვიტოვეთ, იმიტომ რომ წინა ვიდეოებზე იყო კომენტარები და ამ ფილმებს განვიხილოთ, დადებულიც უნდა იყოს. აქტიურად დაწერეთ, ჩვენ ძალიან გვიხარია ხოლმე, როდესაც თქვენ აზრს გვიზიარებთ და ჩვენს რასაკვირველია შესაბამისად ვცდილობთ, რომ ხეხი აუწყოთ ამას. და ლაიქეთ ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან საჭირო არის, ძალიან გვჭირდება. ერთი ხელის დაგვეხმარი. ერთი კლიკი არა. ზოგადი შთაბეჭდილებით დავიწყოთ. დავუწყებ. მე კმაყოფილი დავრჩი. თავიდან რასაკვირველია მქონდა შექმნილი გარკვეული მოლოდინები. იქიდან გამომდინარე, რაც უკვე ვახსენეთ ამ ჰაიპის გამო, მაგრამ რო თქვა, რომ თან რაღაცა ძალიან განსაკუთრებულს ველოდი, არა, მაგრამ მოლოდინები გამიმართლა მე პირადად. ფილმს რო ვუყურებდი, სადღაც ნახევრამდე ვიყავი მისული, ჩემი და უცებ დგას და ხედავ, რომ დგას და უყურებს და ანუ ეგ ძალიან მაგარია ფილმს, რომ მაგის გაკეთება შეუძლია, რომ შუაში რო დაიჭერს მაყურებელი, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა და უბრალოდ გაშეშდა ადამიანი და უყურებდა ძალიან ჩაითირა და ბოლოს რავი, ისე დავსხედით, რომ ორივეს ერთად კარგად გვეყურებინა. ასეთი რაღაცები კარგად უსვამს ხაზს ფილმის ხარისხს და ღირსებებს, რომ ასეთი რაღაც შეუძლია და ის ჟანრი, რაც იყო შემოთავაზებული, საშინელებათა თრილერი ასე შემდეგ, ეს რაღაც დაჭერა უნდა შეეძლოს ყურადღების აუცილებლად და ამ ფილმმა თუნდაც იმით, რომ ჩემ მაგალითზე მე თვითონ რაც ვნახე, ეს შეძლო. და ისეც უშუალოდ ჩემი დამოკიდებულებით მე ძალიან კარგად ვარ განწყობილი ამ ფილმის მიმართ, რა მე მომწონა. მაგ ხრივ დაგეთანხმები, ანუ საინტერესო იყო, არ მინანია ეს 2 საათი და 17 წუთი. მაგ ხრივ რომ ძალიან საინტერესოა, ვთქვათ, ჩამთრევი, ჰორორი, თრილერი, ეს ვამპირები, თავიდან განგსტერები და ეს რაღაც მოცემულობა თვითონ სიუჟეტი მართლა საინტერესო იყო, მაგრამ აშკარად ეტყობა, თუნდაც მხატვრული ხერხებით, რასაც ვილაპარაკებთ, ტექნიკურად აშკარად ცდილობს, რომ უფრო ღრმა აზრი გადმოსცეს, ვიდრე ეს უბრალოდ ვამპირები და განგსტერები და ასე შემდეგ არის. მაგრამ სადღაც იკარგება, იბნევა, ბოლომდე ვერ ახერხებს იმ ღრმა აზრის გადმოცემას, რისი გადმოცემაც უნდა. თითქოს აი მაგ მხრივ არის ზედაპირული, თორე ესე რომ დაჯდა თან ალბათ კინოში ძალიან მაგარი საყურებელი იქნებოდა. ესე რომ დაჯდე და უყურო, ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ, მაგრამ ხო, ის რაც უნდა და მხატვრულად ჩემთვის, პირადად ჩემთვის არ გამოვიდა და აი უფრო დეტალებზე რო დავიწყებს ლაპარაკს, რო განვავრცობ. ერთი რაღაცა რაც ახსენე, ეგ გამიჩნდა რამდენჯერმე ძალიან სასიამოვნო სანახავი იქნებოდა ეს ფილმი დიდ ეკრანზე, აი მაგაში დარწმუნებული ვარ. აი, კაი, მაშინ გადავიდეთ ესე ჩავშალოთ. პირველი რაც ჩემთვის ძალიან შესამჩნევი იყო, აი გამოსახულების ზომა. ეგა ხო, ეგ იყო ჩემი კითხვის ნიშანი. აბა მიდი ერთი რაქენი შენ. აშკარად შესამჩნევია. ფორმატი. მთელი ფილმის განმავლობაში იცვლება რა ეს ფორმატი. რაღაც მომენტებში არის IMAX-ის ეკრანზე გაწვლილი, მე მგონი ეგრე ტექნიკურ რაღაცებში დადვარ ვერ ვყოვი, ამიტომ შემოსწორეთ. და რაღაც მომენტებში არის მთლიანი სრულ ეკრანს ვთქვათ ეუფლება გამოსახულება. ხო, თავიდან ვერ ჩავწერე, რომ ხატრულ ხერხად იყენებს აშკარად და თხრობის განვითარებას, ანუ რაღაც ნარატივისთვის რაღაც მნიშვნელობა აქვს ამას. პირველი აზრაც გამიჩნდა და მე მგონი ყველაზე ლოგიკური და მარტივი ეგ არის, რომ სხვადასხვა POV ანუ პერსპექტივაა. მოდი ესე ნახევარი ფორმატი, IMAX-ის ფორმატს დავუძახებ. შეიძლება მეორე IMAX-ის ფორმატი არ ვიცი, მაგრამ მოდი ეს მოკლე ფორმატი რომელიც არის, ეგ არის, როცა მოქმედებას ვუყურებთ ამ თავარი პერსონაჟების, ანუ მაიკლ ბი ჯორდანის და მაგათი თვალით. და როგორც კი ვამპირები ჩდებიან, იზრდება რა ეს გამოსახულება. თუ ამ ვამპირებს ვუყურებთ ამათი თვალით, მაიკლ ბი ჯორდანის და მაგ პერსონაჟების თვალით, არის ისევ ის ვიწრო გამოსახულება.
მაგრამ როცა ისინი დაუშვათ კარს კეტავენ, ან მარტო რჩებიან ეს ვამპირები, არის ისევ სრული გამოსახულება. ლოგიკურად მივედი იმ დასკვნამდე, რომ სავარაუდოდ ამ პერსპექტივის ცვლილებაშია საქმე. მაგრამ მე ბოლოსკენ მოხდა ძალიან საინტერესო რაღაცები მაგასთან დაკავშირებით, რამაც გამიჩინა ძალიან ბევრი კითხვა და ერთ-ერთი მიზეზია იმის თუ რატომ გონია რომ რაღაც ძალიან ღრმა სათქმელის გადმოცემას ცდილობდა ამ ხერხით და სხვა კიდევ ბევრი ხერხითაც. სადღაც ან ძალიან ჩაახუჭუჭა ან საკმარისად მაყურებლამდე ვერ მოიტანა, იმიტომ რომ კითხვები დარჩა, როცა მაიკლ ბი ჯორდანის პერსონაჟი სმოუკი რაღაც მოგონებებს იხსენებს უკვე სიკვდილის მომენტში, სპოილერი უკაცრავად, ვიწრო გამოსახულებით იხსენებს, მოკლედ იმ ფართის ფლეშბეკებს, მაგრამ როცა სემი იხსენებს, ის არის სრული გამოსახულებით. ამიტომ საკმარისი მტკიცებულება არ გაქვს იმისთვის, რომ მიხვიდე დასკვნამდე თუ რატომ ხდება ეს. მოვიძიე კიდევაც, ანუ რაიან კუგლერმა რატომ გააკეთა. რეჟისორი ლაპარაკობს ტექნიკური კუთხით, რომ აი როგორი მაგარი რაღაცა IMAX-ის და ამ მეორე იმის შერევა რა, მოკლედ. ხატრულ მნიშვნელობას იმას კი არ ამბობ, რომ უნდა დაგვიღეჭოს აგვითხრას, მაგრამ მაშინ ფილმში უნდა იყოს საკმარისი მოცემულობა იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ გამოვიცნოთ რაღაცეები. მოკლედ, ხატრულ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ ტექნიკურ ზალაპარაკობს, მაგრამ ტექნიკურად ჩვენ ვხედავთ, აშკარაა, ყველა ხედავს. მაგრამ იკარგება ის ხატრულობა, და ჩემი აზრით ძალიან მაგარი რამის გაკეთება შეიძლება და მაგით. პირველი კითხვის ის არის რაც ქონდა მეც იყო ზუსტად ეს, იმიტომ რომ ველოდები თავიდან და ძალიან მოუხდა. ეგრევე გამახსენდა მაგ ფორმატის ცვლილებაზე ხავიერ დოლანის დედიკო, რაღაც მამი, ეგ ტექნიკური დეტალი აქვს ძალიან მაგრად გამოყენებული თავის სათქმელისთვის. ცენტრი როა მხოლოდ აღებული და აი ფილმის ბოლო ნაწილში თან ძალიან მაგრად გაკეთებული ხელებით როგორ აფართოვებს ამ ეკრანს და მთლიან სივრცეს როას ანუ იმას ძალიან მაგრად ქონდა გაკეთებული. ამ შემთხვევაში მე ძალიან დავიკარგე, ანუ ბევრი ვერსია გამიჩნდა. ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები ხდებოდა რა, მაგიტომ მაგაში ძალიან დავიკარგე. მაგან ცოტა რა. კი, იმიტომ რომ რამდენადაც სიამოვნებდა თვითონ აი ეს სიუჟეტი და რაღაც საინტერესო იყო, იმდენად შევწუხდი მაგაზე ფიქრით, რომ აი ეს და მე მართლა ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები. პერსპექტივები ერთია, მე ვიფიქრე, რომ რეალობის და მაგიური სამყარო რაც ეს არის მაგის თანხვედრან პირიქით განცალკევება ხდება, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ საქმე ესაა, რომ დროით ხაზშიც კი არის არეული, მე მომავალში რო გადადის, ანუ იქაც კი რაღაც ცვლილებებია და კარგია, რომ თუ ეს არ იყო მხოლოდ იმიტომ, რომ მოწონს როგორი მაგარია ამ ფორმატების ცვლილება, თუ მარტო მაგიტო გააკეთა, იცი რა არის? მე მაგალითად არ მიყვარს ხოლმე ეგეთ რაღაცებში რეჟისორის დადანაშაულება, რაღაც მოთხოვნა, რომ აუცილებლად შენ ამას უნდა მიცე უდიდესი სიღრმეები აზროვნებაში და სათქმელში და ასე შემდეგ. ანუ გამოცდილება უნდა ხო და ალბათ რა. მე არა ვარ ხოლმე წინააღმდეგი, რომ მარტო რაღაც ესთეტიკის გამო გააკეთონ რაღაცა. იმ ესთეტიკას, როცა ანუ რაღაც სიურეალისტური ნამუშევარი არ არის, რაღაც ლოგიკის მართვა შეიძლება სრულად ესე ლოგიკურად ვერ ახსნა, მაგრამ გონებაში ანუ უნდა იგრძნო მაინც ის ლოგიკა, რის მიხედვითაც ცვლის ამას. აი როგორც დავუშვათ თეთრი სოლარისში არის მაგალითად ეგრე, რომ ფერადი და ის იცვლება და მაგას დიდად ლოგიკა არ აქვს, მაგრამ ეს უფრო შესამჩნევია თვალისთვის რა. შემსიშილის თამაშებშიც ესე არის, რომ ერთი ფორმატი მეორესთვის, როცა არენაზე ადიან და იმის გამოხატველია, რომ ჩვენს თითქოს მაყურებლის რანგში ვართ, ვინც ამ თამაშებს უყურებს, თითქოს ჩვენს ტელევიზორს უყურებს. მე მართლა ძალიან დამკარგა მაგან რა, ძალიან ბევრი ვიფიქრე და აი უშედეგოდ, ანუ იმიტომ რომ ბოლოს მაინც ვერ მივედი რაღაც მომენტში მე ძალიან სიამოვნებს ხოლმე რეჟისორებმა მაყურებლისთვის, რაღაც კონკრეტული სახის მაყურებლისთვის მიხვდებით როგორისთვისაც შემოლაწუნება რო იციან ხოლმე სახეში რა, მე ეგეც ძალიან მიყვარს. ეს თუ მხოლოდ იყო ტექნიკური თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ მე მიყვარს ეხლა რაც ვქვი, რაც მომწონს ისე რო აკეთებენ და მოთხოვნა არ მაქვს ხოლმე მაგ მხრივ, ოკეი, ან მაჩვენე შენი ტექნიკური შესაძლებლობები და ტექნიკური ხედვა, ეგ მე ძალიან მომწონს და თუ დაუშვათ აქ ესეც ქონა ამ რეჟისორს ჩადებული, რომ ვიღაცები დაიწყებენ ძალიან რაღაცების ძებნას, იქ სადაც არ უნდა ეძებოთ, ასეთი მაყურებლები არიან და მე პირადად როგორც კინოს მოყვარულს აღეზიანებს ძალით რო ეძებენ რაღაც იქ სადაც არ არის და განამი არ დავიწყენ, მეც მეგონა რომ რაღაც დანიშნულება ქონდა. თუ ქონდა და ვერ ვიპოვეთ ეს სხვა საკითხი, მაგრამ თუ არ ქონდათ და ძალით ცდილობ რაღაცის პოვნას, კი მეც ანუ დავკარგა და რაღაცები რაც იმ მომენტში შეიძლება სიამოვნება მიმეღო და ყურადღება სხვა რამეზე უფრო გამომახვილებინა, ამაზე ფიქრში რომ წავიდა ჩემი დრო, მაგასაც აღვნიშნავ. მაგაში გეთანხმები, მაგრამ იცი რა მგონია, თუ მარტო ტექნიკურად ან თუ ზუსტად ის გასვლა იყო, რომ აი ჩემი ფილმია და რატომ ავალდებულებ, რომ ამას რაღაც მნიშვნელობა მივანიჭო, მე მგონია, რომ აი
ეგ არ შეგვაწუხებდა, ანუ ისე იქნებოდა, ეს სოლარისში მაგალითად ხო არ გაწუხებს, მაგრამ არ შემაწუხა და ანუ ზუსტად ეგ შემთხვევაა ჩემი აზრით, რაზეც ამბობ, რომ ხანდახან it's okay, რომ ეგრე გააკეთო, მაგრამ როცა გაწუხებს, ესე იგი რაღაც პოტენციალს ხედავ, ანუ რაღაც მარცვალს ხედავ და მე იმ მარცვალს იმარცვლიდან არაფერი არ ამოდის თითქოს, რა, მაგრამ მარცვალი არის და იქ თითქოს მარცვალიც არ არის და ამიტომ შენს უფრო ორივე ის ვახსენთ მაინც და მაყურებელმაც თავი თვითონ გადაწყვეტოს. ხა მე და თქვენი აზრიც და მე ამ წამსაც არ მაქვს გადაწყვეტილი სად არის, ასე რომ აღარც ვაპირებ ამაზე ფიქრით გავიტანო. ისედაც ბევრი ხო, ბევრი. საკმარისია. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა ან რამაც მომხიბლა არის ის რომ ფილმი 2 საათზე ცოტა მეტია და მხოლოდ 55 წუთზე იგებ თურმე ვამპირები არსებობენ. ან თვითონ ამ თემის მიმართ მიდგომა მომეწონა ძალიან. სხვანაირი ვამპირული ფილმი იყო. ან ბევრი რაღაც იყო ერთმანეთში შერეული და ბევრი რაღაცის სინთეზი იყო. რაღაც განგსტერული ფილმიც იყო, რომანტიკული თემატიკაც. რაღაც აი ჰოლივუდს რაც უყვარს, ხო ჰოლივუდს ხო ძალიან ბევრი ყველაფერი ერთმანეთში უყვარს. თავარი რაც არის 55 წუთზე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სანამ დაიწყება, მანამდე ამბავს გიყვება. განსაკუთრებული ნიჭი დაჯილდოებული, მუსიკალური ნიჭი დაჯილდოებული ადამიანებზე რო გიყვება, ეს განსხვავებულ კულტურებზე რო გიყვება და იქაც ახსენებს ამ რაღაც ევილ ხო სამყაროს ამ რაღაც გადმოსვლას სამყაროს. თვითონ მიდგომა ამ თემის მიმართ, ეგ ძალიან მომეწონა. და ისიც რომ ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ კიდევ 55 წუთზე ცხადდება, ასე ვთქვათ, ეგ ამოვიდა, რა ძალიან საინტერესო იყო. და ყველაზე კარგი რაც არის, რომ ეს 55 წუთი არ არის გაწელილი რა, ეს 55 წუთი თავის სათქმელს გიყვება, თავის ამბავს ყვება. მაყურებლის გარკვეულ ნაწილს არ მოეწონა, რომ რაღაც ისეთ შეგრძნება ჩდება თითქოს ორი ფილმია ერთ ფილმში, ანუ ერთი განგსტერიულიო და მერე შემდგეს ეს ვამპირებიო და ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ მართლა არ ველოდი რომ ვინმე გავს დასკვნას გამოიტანდა ამ ფილმიდან, ჩემთვის ძალიან მოსალოდნელი იყო იმ ხრივ, რომ ზუსტად აი ფილმის ან სიუჟეტის დაწყებამდე თუნდაც ეს voice-overi, თუნდაც ის მომენტი, როცა ეს ცოლი ისეთი პერსონაჟი შემოდის, voice-overს მაგ ადამიანის არის. მოულოდნელი არ იყო, როგორც განვითარდა და რაც მოხდა. ანუ ეგ საერთოდ მესმის მახსენდება კიდეც ეგეთი ფილმები, კვეთრად რაც მახსენდება არის მემკვიდრეობა, Hereditary. მან იყო ჩემთვის ზუსტად ეგრე, რომ ბოლო ნახევარი საათი საიდან მოიტანა საერთოდ. თითქოს სხვა ფილმი იყო და მე რაღაც ისეთი რაღაცები ჩასვა, რომ სუაურია და ამ ფილმში საერთოდ არ გაჩნდა ეგ განცდა პირიქით, თითქოს ძალიან როგორც ის ვახსენეთ, რომ ფორმატებს შორის ცვლილება თვალს არ აღიზიანებს და კარგი გადასვლებია, ეგეთი იყო ჩემთვის პირველი ნაწილიდან მეორე ნაწილზე გადასვლა. კი, აშკარად არის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილი, მაგრამ ეს საერთოდ არ არის ამ ფილმის ნაკლი. თუნდაც ვამპირის დღიურებში რო არიან Twilight-ში ვამპირები, ან ეგეთ სხვა ვამპირულ ფილმებში როგორც არის, ეგრე არ არის შემოყვანილი. ზუსტად იმიტომ, რომ რაღაც ღრმა აზრი ქონდა უფრო ამ რეჟისორს სხვა რაღაცის გადმოცემა უნდა და ყოველთვის ძალიან საინტერესოა, როცა ესეთ მითოლოგიურ არსებებს ასეთ რეალისტურ ჭრილში იყენებენ ხოლმე და რეალური საქმის გადმოსაცემად იყენებენ, იმიტომ რომ თავარი ვამპირის დიალოგი, სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ეხმარება თვითონ ფილმის აზრის გადმოცემას რა. ერთ-ერთი კიდე ყველაზე მეტად რაც მომეწონა, თანამედროვე სივრცეში რაღაც კონკრეტული თემები, რაც განსაკუთრებულად მგრძნობიარედ არის მიჩნეული და მათ შორის არის შავკანიანთა უფლებები და მათი წარსული და მათი გამოცდილება, რომელიც რასაკვირველია ყველა დროისთვის, ყველა სივრცისთვის და ნებისმიერი რასისთვის უნდა იყოს კარგი მაგალითი. ხშირად ხდება ხოლმე ამ თემით манипуლირებაც, განსაკუთრებით ჰოლივუდს უყვარს. ამ ფილმში ეგ მომეწონა ძალიან, რომ პრობლემა რაც რეალურად არსებობდა, манипуლაციით არ იყო ამაზე საუბარი. პირველად სადაც ჩდება ეგ თავარი ვამპირი და კუკლუს კლანის წევრებთან რომ მიდის და მე ერთად რომ მიდიან ამ შავკანიანების შესაჭმელად. ასეთი რაღაცები, ანუ ძალიან კარგად ტექნიკურად იყო ჩასმული. მეტაფორულად. ხო, მეტაფორულად. ბოროტ ადამიანს აღარ ჭირდება, მით უმეტეს ასეთ ბოროტ ადამიანებს მელოდრამატული ძალადობა ხო, და აი ძალით სიტყვებით იმის ხმა რომ მეზიზღები და მინდა რომ ასე გიქნა, მინდა ისე გიქნა. აქ არამც თუ ის გააკეთა რომ არ დაამატა, არამედ პირიქით, სულ სხვა თვალით გადაიყვანა და რაღაც ეს მითოლოგიურ პერსონაჟებად, უარყოფით პერსონაჟებად რომ გადააქცია, ოღონდ მითოლოგიურად, იმიტომ რომ რეალურად ნუასთები
იყვნენ და სამწუხაროდ დღესაც არიან. მეტაფორულად ეს რო გააკეთა, ეგეც ძალიან მომეწონა. არ ვიცი რამდენად მეცახვი, მაგრამ ერთ-ერთი რაღაც რამაც ძალიან ვერც უარყოფითად ჩავთვლი ვერც დადებითად, მაგრამ ალბათ უფრო მაინც უარყოფისკენ გადავიხრებოდი, იმიტომ რომ მე პირადად ვერ ვიპოვე ამ კითხვაზე პასუხი, რატომ მოხდა ესე. Smokey Ennis კლავს და შუაშორს დადებითად იმას ვახსენებ, რომ მელოდრამა ზედმეტი აქაც არ იყო. ველოდებოდი სხვა შორის, რომ ძალიან მელოდრამატული და ძალიან გაწელილი მომენტი იქნებოდა, მაგრამ არა რო ამ სიკვდილის მომენტს? ხო. ანუ ძალიან ისე იყო რა, დასტოინდა. მაგრამ მაგ მომენტში რამაც ძალიან გამოკვირო არის, რომ ჰეილი სტენფორდის პერსონაჟი განწერული ხმით ყვირის ენის სახელს. და თითქოს მაგ მომენტში ერკვევა რეალურად ხო ვამპირია და შევთანხმდით იმაზე, რომ სული აღარ აქვს, ანუ ეს აღარ არის მერი, რომელსაც აქამდე იცნობდნენ და რომელიც აქამდე იყო. უცებ ყვირის ისე თითქოს დაბრუნდა ის მერი, რაც იქამდე იყო. ძალიან დამაბნეველი იყო ეგ, რომ რატომ ხდება და მით უმეტეს, როცა ბოლოში მერე თექი და მერი გამოჩნდნენ ცოცხლები და გავიგეთ, რომ Smoke-მა თექი არ მოკლა. მაგას თუ დავუკავშირებთ, აშკარად ძალიან უცნაური მომენტია და მაგასთან დაკავშირებით რას ფიქრობ? ხო, იგი მართლა ძალიან ყურადღება მიიქცია იმ წამსვე, ღრიალი რო გავიგე, იმიტომ რომ გონის თექსაც ქონდა რეაქცია. ძალიან დინამიური ეპიზოდი არ თვითონ ისეთ რაღაცებს და ერთადერთი დიდი ბრძოლის ეპიზოდი რა. უცებ რა აზრიც მომივიდა თითქოს ეგ დავიტოვე და ეგ აზრი იყო რომ შეიძლება შეშინდნენ რომ Smoke-მა თუ ენი გაიმეტა მოსაკლავად, მაშინ მასაც გზა აქვს მოჭრილი იმისთვის რომ დაარწმუნოს რომ ისიც გადაიქცეს. შიშის ყვირილი უფრო იყო იმ წამს ჩემთვის, იმით დავაკავშირე ბოლო სცენასთან. თითქოს რაღაც ევოლუცია გაიარეს, ამ თავი ნახო ძალიან ველური ვამპირები იყვნენ. ეხლა კიდე ჩვეულებრივად ბარში შედიან ისე რომ არავის არ ყავენ, ანუ თითქოს უფრო ცივილური ვამპირები არიან და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ მერიში იმ წამში სხვა ჩაისახა ეგ ცივილურობა და რაღაც შეფარული ადამიანობა, არ ვიცი, რაღაც ევოლუცია, რამაც ის ვამპირები, რაც იმ სცენაში ვნახეთ, სრულიად გიჟები და სისხლის სმელები და ამ შემდეგ, რაც ბოლო სცენაში ვნახეთ ამ ორი ვამპირის სახით. კი, ანუ საფიქრელი არის მაგ რომ ეგ რატომ მოხდა. ხო, კარგი არის მაგ რო საფიქრეო. ბარი მაშინ რაღაც ეგ ეპიზოდი ვახსენეთ, ბოლო ეპიზოდი, განსაკუთრებით ამ გასვლის მომენტში და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაში ამ ორი პერსონაჟის მიმართ და ეგრევე ჯარმუში წამოიღო ჩემთვის კომანდატივიდან სხვა რაღაცა შექმნეს და ისეთი რაღაცა გააკეთეს იქ რო ცოტა სხვა ის არის, მაგრამ ხო ცივილური ხო აი მაგ ერებიან ადამიანებში ასე ვთქვათ ისე რომ შეიძლება არავინ იეჭვოს რომ ამაზე უფრო იეჭვება, ამაზე უფრო ნაკლებად იეჭვება. ხო იმაზე. შენი ესე იეჭვიანები ეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაცემი რაც იყო და გამორჩეული ალბათ ეს არის ეპიზოდი, როცა სემი მღერის უკვე კლუბში. ეს სიტყვები, რომელსაც თავიდანვე ამბობს და მე ამ მომენტშიც იმეორებს ხმა ამ ნიჭი დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ რამ დროში მოგზაურობას მომავალსაც ხედავენ და წარსულსაც ხედავენ და ყველაფერს ამ წამებში რო აერთიანებენ და ეგ ძალიან მომეწონა რომ ეგ იყო ჩაქსოული და ჩადებული ძალიან მაგრა ქორეოგრაფიული ჩანართები რო იყო, რო შემოდიან პერსონაჟები სხვადასხვა აფრიკული ტომისთვის დამახასიათებელი კოსტუმებით და ცეკვის მოძრაობებით და მერე განვითარება იმ ჰიპ-ჰოპ კულტურაში რაც პოვა ელექტრონიკაო ძალიან მაგარი იყო ხო ეს ელექტრომუსიკაში ყველაფერი ან ძალიან მაგრა იყო, ჯერ მარტო მან მუსიკალურადაც ძალიან მაგარი ნამუშევარი იყო, ანუ ძალიან მაგრა დაამუშავეს და საღო მაგ ეპიზოდის კამერაზე ვიტყვი ჯერ მხოლოდ რომ ძალიან მაგარი იყო მანდაც კამერის მუშაობა და აი ეს ასეთ მასიურ სცენაში თან ასეთ ჩაკეტილ და ძალიან მასიურ იმ სივრცისთვის ძალიან მასიური სცენა იყო კამერა როგორ მუშაობს და ანუ ასეთ ეპიზოდებში ან ქორეოგრაფიას მე ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებ ხოლმე და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მით უმეტეს როცა ასე მაგრა არის გაკეთებული, იმიტომ რომ რაღაც მომენტები ისე იყო მით უმეტეს რომ უწყვეტი კადრია. ერთ-ერთი იყო მაგალითად ტანმოვარჯიში არის მე მგონი ის გოგო, ტრიუქს აკეთებს ხო რაღაც სალტოს თუ რაც არის და სიმჭიდროვეა ცალკე კამერას ფეხი არ უნდა არტყა. შეიძლება ისე ჟღერდეს ახლა რომ რა დეტალებს ეკიდებიო, მაგრამ საერთოდ არ არის პატარა დეტალი, იმიტომ საქმე ეხება კინოს და ერთი პატარა შეცდომაც არის ერთი ძალიან დიდი შეცდომა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი იყო რა. ჩემთვის ეს სცენა იყო, ანუ
როგორც ჩვენთან ფილმიდან ყველაზე გამორჩეული თუ არა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაინც და მაშინვე ჩავინიშნა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ერწყმის voice-over და ვიზუალი ერთმანეთს და ძალიან ბევრი თქმელიც არის და თან ესთეტიურიც არის ზუსტად კამერის გამო, მაგრამ ზუსტად ამ სცენამ მიმოხვედრა ჩემთვის პირადად ამ ფილმში თავარი ტექნიკური დეტალი რა არის და ეს არის ხმის დიზაინი. ერთი რომ მუსიკა მუშაობს, ანუ მუსიკა არის სასწაული და იმედი მაქვს ყურადღება მიექცევა ჯილდოების სეზონზე, როგორც ეძახიან. ძალიან მაგრა ასრულებს სემის მსახიობი, პირველი როლი იყო სხვათა შორის და ძალიან მომეწონა. ხმის დიზაინზე იმის თქმა მინდა რომ ძალიან მაგრად იყენებდა ეკოსებრ რაღაც ბექგრაუნდის ხმებს. მაგალითად, როცა სემს უყვება ის პერსონაჟი, ხო, ეგ ვინო? სლიმ. ხო. ეგ რო უყვება სემს, როგორ დააკავეს მისი უდანაშაულო მეგობარი. შორიდან ისმის ეს მატარებლის სადგურის და დაკავების ხმები. და ეგ ჩემთვის ძალიან მაგარი ხერხი იყო, იმიტომ რომ ზუსტად ესე უნდა გამოიყენონ რეჟისორებმა ხმა. ეს არის ზუსტად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემატაც. ეს ყვება, ოღონდ თავისი ემოციებით ყვება თავისი მეგობრის დაკავების სცენებს და ასე შემდეგ ის უსმენს, მაგრამ კიდე პლუს ემატება, რომ ახალი პერსონაჟი შემოდის, რომელზეც ყვება და ის თავის ზუსტად იმ მომენტის ემოციები როგორ აკავებენ და ხო შეიძლება მართლა პატარა დეტალია და ამის ამოხებით არაფერი დააკლდებოდეთ დიდად, მაგრამ მარტო დაკლებაზე ხო არ არის რამდენი შეემატა, იმიტომ რომ ხო, ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო. სხვა შემთხვევებიც იყო ეგრე, როცა ხმა დიდ მნიშვნელობას თამაშობს ეგრე და არადიეგეტური, ანუ ის სცენის ხმა არ არის რა და მარტო voice-over-ს არ გულისხმობ. ამიტომ ხმის დიზაინს ჩემი აზრით ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ამ ფილმში. ძალიან კარგად არის გაკეთებული. ასევე ერთი დეტალი მინდა აქაც კამერის და მონტაჟით. კამერის და მონტაჟისთვის ძალიან მარტივი რაღაც არის გაკეთებული. გულისხმობ ეპიზოდს, როცა ამ კლუბის დარაჯა თვინც არის და უკვე გადაქცეულია ვამპირად. ერთ-ერთი მთავარი წესი ვამპირების არის ის, რომ ვერ შეხვალ რაღაც სივრცეში, თუ ამის ნებას არ გაძლევენ. გამალებით ითხოვს ეს უკვე გადაქცეული დარაჯი, რომ შემომიშვით, არ უშვებენ და აქ დიალოგი მიდის მათი. უბრალოდ კამერა დგას და უბრალოდ ქათებია და მიწევებული ერთმანეთზე ამათ საუბარი და რვიანებს კი არ იყენებს, ან მარტივ რვიანებს კი არ იყენებს. შორი ხედია გამოყენებული თლიანი ეკრანი 800-ზე მოცემული, აქეთ ასიუსე მთლიანად ცარიელია და მხოლოდ პეიზაჟი ჩანს, თან ღამის პეიზაჟი და აქეთ არის მხოლოდ დატვირთული დარაჯი, რომელსაც ყოფს კედელი და დგას მარტო და აქეთ მხარეს არის ყველა შიგნით, ეს მონაცვლეობა, ძალიან მარტივი მონტაჟია და ძალიან მარტივი კამერაა, მაგრამ ისი არის აწყობილი, ძალიან კარგად ამობს თავის სათქმელს რა, ეს რაღაც ბარიერი რაც არსებობს, ძალიან ბევრი ისეთი მოცემულობა იყო, რომელიც მაგრად ეხმარება ამ კინოსურვადს. აქვე მინდა მსახიობებზე აღვნიშნო, ძალიან მაგრად მოახერხეს იმ გარდასახვის ჩვენება, ყველამ ძალიან მაგრა გააკეთა რა. ეთყობათ თვალებზე, ეთყობათ მოძრაობაზე, ცხეულის ენაზე ეთყობათ. ხმის ტემპზე ეთყობათ და ეგ ძალიან მაგარი რაღაცაა. მინდა რომ ჟანრზე ვილაპარაკოთ, როგორც ჰორორი, ანუ როგორც მეტაფორა, მაგ ხრივ არის ძალიან კარგი ფილმი, ძალიან ძლიერი ფილმი, მაგრამ როგორც ჰორორი, ჩეკინგ რო გავუკეთოთ ჰორორის ჟანრთვისებებს, ერთი სცენაა ის დიდი ეპიზოდი, კულმინაციური fight scene, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ჰორორის თვისებებით გაჯერებული. თავარი ჟანრი ხო ამ ფილმის რეალურად არის ჰორორი, მაგრამ როგორც ჰორორი არ არის რა, ხო რა, ანუ არ არის რა. რაც გადავიკითხე კომენტარებში შემხვდა, რომ დაკარგული აქვს ჰორორის თავარი რაღაცეები რა. არ ვიცი, როგორც ჩანს ეს ხალხი ელოდა, რომ თავიდან ბოლომდე ესეთი უნდა ყოფილიყვნენ და ვაი, თუ ეგ მოლოდინი გაქვთ, ეგ მოლოდინი არ გქონდეთ, იმიტომ რომ ეგეთი ფილმი საერთოდ არ არის, როგორც ვთქვი, ინტელექტუალური ჰორორია, ვიდრე ემოციებზე გასვი. ანუ იმას უნდა ჩაუგრმავდე, რას გადმოსცემს, რას ნიშნავს ეს ვამპირების შემოყვანა, რას ნიშნავს, აი, მაგაზე უფრო გაფიქრებს, ვიდრე ის, რომ აი, ხანდახან რო გვინდა, რომ უბრალოდ ზომბებზე ვუყუროთ რაღაცას და შეგვაშინდეს. გადავალთ ახლა ბოლო სცენაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია და ორივეს ყურადღება მიიპყრო და თვალსა დაიწყებს იმ პირველივე რაც გამაღიზიანა ამ ბოლო სცენაზე იყო ის, რომ დაეწერა 1992 2092 წელი. იმიტომ რომ ჩვენ და თარიღების ფილმებში ერთმანეთს ხოცავთ. აშკარა იყო სემი თავისი იარით სახეზე და ელექტროგიტარა. არ არის აუცილებელი ვიცოდე ზუსტად რომელი თვე და რიცხვია და
შეგიძლია ბენდის სახელი, რომელიც იმ გოგოს სახელი იყო, ვინც შეუყვარდა. ძალიან აშკარა იყო. ხო, ანუ ყველაფერი მეუბნება იმას, რომ ძალიან კაი ხანია გასული. არ არის აუცილებელი, რომ ვიცოდე, რამდენსაათიანი დიაპაზონია იმ მათ შორის, რაც მოხდა და რაც ახლა არის. ეგ ძალიან არ მომეწონა. ხო, ეს მინდოდა მეთქვა შენ თუ არა, ანუ ბოლოს სანსთან დაკავშირებით უბრალოდ მე ძალიან მომეწონა. არა, არ ველოდი რომ ისინი ანუ ცოტა შინაარსობრივად არია ჩემთვის, ანუ იქამდეც როგორც თქვი. ხო და არ ვიცი, მეც ამაზე ვფიქრობ, რამდენად დადებითი შეიძლება იყოს თუ უარყოფითი ეს, მაგრამ უფრო როგორც ვახსენე, უარყოფითისკენ ვიხრები, იმიტომ რომ თუ მაგით კიდე რამის თქმა უნდოდა და აშკარად უნდოდა ვერ თქვა ისე როგორც საჭირო იყო. რაზეც არ რეალურად აგებული ხო, თავარი პრობლემაზე და მთელი ეს მეტაფორები პირველ რიგში რაზეც მუშაობდა და რასაც გულისხმობდა, მაგას რამდენად ეხმაურება, მგონი ნაკლებად ეხმიანება რა. თითქოს უნდოდა რომ მაინც კეთილად რაღაც ჰეპი ენდურად დაემთავრებინა, მაგრამ თლად რო გითხრა რომ მე პირადად ძალიან ჰეპი ენდი დავინახე ამაში და ძალიან სიკეთიან რაღაცა და ის, ანუ არა, შეიძლება პირდაპირ იქ დამთავრებულიყო, სადაც დამთავრდა და ძალიან კაი იქნება, მაგრამ ხო, კაი, დაუშვათ, მაინც მანახა, რომ აი, სემარო გააგრძელა. ეგეც ოკეი, კაი, მანახე. იმას თუ მანახებ, რომ როცა მამასთან დაბრუნდა, ღმერთის მაგივრად აირჩია თავისი გიტარა, ანუ ეგ იყო კიდე ძალიან რაც მომეწონა, ის მამა რასაც ეუნება, რომ დათმეს, ისე იყო აგებული რაღაცები, რომ ბოლოს ღმერთზე კი არა მოსუარს, პირიქით ღმერთის მიერ მიცემულ ნიჭს ირჩევს. ანუ ყველაზე მეტად ირჩევს ღმერთს, როგორც შეიძლება და იმას თუ მაჩვენებდა, გაიმარჯვა იმით, რომ ის აირჩია, რაც აირჩია. კაი, ეგეც შეიძლება, ოკეი, ძალიან კარგი, მაგრამ აი ბოლოს ესენი რომ შემოიყვანა და რაღაცები. ნამდვილად ბოლოს კრედიტების მერე რასცინაც არის. შეეძლო პირდაპირ ეგ ჩაისვა. ანუ მაგითაც კი გამოჩნდებოდა ის მისი არჩევანი და სიმღერის ტექსტიც თვითონ ისეთია, რომ ირჩევს ამ სინათლეს, რაც არის მისთვის მუსიკა. ანუ ქრისტიანების მიერ მიიჩნეოდა ეშმაკის მუსიკად, ასე ვთქვათ რა, რამდენადაც მე ძალიან კარგად ჩანს, იმიტომ რომ მთელი მოცემულობა რეალურად მაგაზე არის აგებული. ოღონდ აი ცოტა დამაბნია მაგ რელიგიასთან კავშირმა, იმიტომ რომ ერთადერთი მომენტია, როცა ეს თავარი ბოროტმოქმედი ვამპირი ამბობს რელიგიასთან დაკავშირებით, რომ ეს რელიგია თქვენს და ჩვენს, ანუ დაგვაძალეს. თვითონ ეს რელიგიური ხაზი, რომ აი ისტორიული ხაზი იყო აშკარა ეს კუკლუქს კლანი და ასე შემდეგ და თვითონ ძალიან მაგარი იყო ისიც, რომ მეორე დღეს რეალურად მივიდნენ ამ კლანის წევრები და მართლაც მოკლეს მოვკი. ანუ ვამპირები თუ არა ვამპირები, ესენი მაინც განწირულები იყვნენ, იმიტომ რომ თეთრკანიანები ამ ადამიანების მიმართ იყვნენ ბრუტალურები და სასტიკები. და ეს ძალიან მაგრად არის ნაჩვენები. ისტორიული ხაზი არის კარგად მეტაფორულად გადმოცემული მაგ მხრივ, მაგრამ რელიგიური ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო რეალურად ბოლოს რო აღმოჩნდა, რომ ეს გიტარა არის ამ ტყუპების მამის. ამ ტყუპების მამასთან დაკავშირებით ვიცით ხოლმე ცუდი რაღაცები, რომ მიიჩნევდნენ როგორც ცუდ ადამიანს. შემდეგ თითქოს ისე რომ აი ეს გიტარა უნდა დაიმარხოს, ანუ ეს გიტარა უნდა მოკვდეს, მაგრამ თან ანუ რეალურად სათქმელი ეგ არ არის, რატომ უნდა მოკვდეს ეს მუსიკა, ანუ ხო და ცოტა და ის რომ ბოლოს აღდგენილი არის ხო და გიტარა და ის აი მაგიტომ თავიდანვე რაც დავიწყე მთან დაკავშირებით ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდა და რაღაცებს ძალიან მაგრა აკეთებს, მაგრამ ღრმა სათქმელი რაც აშკარად აქვს, ვერ მოაქვს ისე შეკრულად, როგორც უნდა მოქონდეს წესით, რისი პოტენციალიც აქვს. და ეგ იყო ჩემთვის ეგ მეწყინა ცოტა გულიდან ხო. ბარემაში შეჯამებისკენაც თუ მივდივართ, ჩემთვის მე სახო სათაურებზე გართულება და ჩემი შეჯამებასავით იქნება და სათაურსაც ბარემ გარდა იმისა რაც ვახსენეთ სათაურზე ვიტყვი იმას რომ იყო ძალიან არასწორი სათაური ჩემთვის პირადად. აი იცი როგორი სათაური არის 15 წლის აი სხვას არ ვახსენებ 15 წლის გვანცა რომ მოთხრობას დაწერდა და უნდოდა რომ რაღაც ისეთი სათაური დაერქმია და მოდი ცოდვილებს დავარქმევ. აი რაღაც ეგეთ სათაური იყო ჩემთვის პირადად. დავუშვათ ის თუ ქონა ჩადებული რომ ანუ აქ ვამპირები ირთვლებიან ცოდვილებად და ეგ აი ბლუს ვინწღერის ეგენი ირთვლებიან ცოდვილებად. ანუ ბევრად ფრჭყიანური სათაურის რა მე არ მომეწონა ეს სათაური რა ჩემ იმდენად მარტივი მეტაფორაა რომ
მაგას ისე ჯობია პირდაპირ რაღაცა დაარქვა, ვიდრე ბანალური მეტაფორა რა ვიღა. თითქოს ანუ იმ კითხვას სვამს ვინ არის ცოდვილი და მაყურებელმა უნდა გასცეს მაგას პასუხი ვინ არის ცოდვილი. კუკლუქს კლანი, ვამპირები, ეს ბლუზის მომღერლები, ტყუპების მამა თუ ანუ ვინ არის ცოდვილი. ეგ მაგარია, როდესაც მაყურებელს რაღაც არჩევანის საშუალებას უტოვებდი, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ჩემთვის პირადად ძალიან ბანალური გადაწყვეტა იყო ეს. თავიდან ვთქვი, რომ ძალიან მესიამონა ამ ფილმის ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცებს ხაზი გაუსვით და უკმაყოფილო დაუჩით კითხვის ნიშნები გქონდა, ბევრი სიამოვნებაც მივიღე ამ ფილმისგან რა. ერთს ვიტყვი მაშინ ბარემ, რომ ან მაიკლ ბი ჯორდანი ჩემთვის იყო, ან რავი, ფენომენალური. ძალიან მაგარი იყო და ეს ხშირად ხდებოდა ის ეპიზოდი. მე ის რო ეუბნება, რომ რა, ანუ თრილინგო რა და ის რო პასუხობს, რომ გინდა რომ შენს გასინჯო და ანუ ისეთი რეაქცია აქვს, რომ კი მეც მინდა, რომ მეთქი, მეც მინდა. და ანუ მე არ მომწონს რა, რა. ეგეთ ეპიზოდებს არ მომწონს ხოლმე ხშირად ისია გაკეთებული და მაგის რეაქცია იყო ისეთი, რომ იშვიათად მინახავს ვითომ ხო რა ეპიზოდია და რა რეაქცია. ტიპმა ტყუპები ითამაშა აბსოლუტურად სხვადასხვა პიროვნებები. აი და ძალიან მაგრა. ქიმია ქონდა საკუთარ თავთან ისეთი. ხო, საერთოდ ჩემო იყო სიგიჟე. ანუ რა. ჩემ ფავორიტიც მე ალბათ იცი რა არის გული რაღაცებზე იმიტომ დამწყდა მე პირადად, რომ ბევრი რაღაცა ძალიან მომეწონა. კიდე უფრო მეტი მინდა რაღაცა რაც ქონდა მიზნა დასახული ამ რეჟისორს გულწრფელად მინდოდა რომ ყველაფრისთვის მიეღწია და ამიტომ დამწყდა გული. ეპოტინებოდა და ბევრ საინტერესო რაღაცას ეპოტინებოდა და აი ჩხილები მოტყდა თითქოს აი რაღაცა ეგეთი იყო თითქოს რა. ანუ გულშემატკივრობის გამო დამწყდა გული ამ ადამიანისთვის და იგივე სიტყვა პოტენციალი რო ახსენა, აი მაგ პოტენციალის გამო დამწყდა გული. იმასთან დაკავშირებით ვიტყვი ერთად, რომ სლიმის პერსონაჟი თვითონ ეს როგორც comedic relief რაც არის, ეგ ძალიან მაგარი პერსონაჟი იყო რა, ძალიან სჭირდებოდა ამ ფილმს და უბრალოდ მაგის აღნიშვნა მინდოდა, იმიტომ რომ მსახიობებზე და ესეც ცალ-ცალკე პერსონაჟებზე და არც გავჩერდით, სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები იყო ჩვენთვის ამ ფილმში, მაგრამ ხო, ეგ ერთი მაგის აღხსენება არ შემეძლო. მეორე უფრო მნიშვნელოვანი რაღაც, რაც მინდა აღვნიშნო, ჩემი ხმარწმენით, შავკანიანი ადამიანი, ნებისმიერ შავკანიანი ადამიანი ბევრად უფრო სხვანაირად და ბევრად უფრო ღრმად და ბევრად უფრო კულტურული მნიშვნელობით და თუნდაც სიმბოლოებით გაიგებს ამ ფილმს, ვიდრე მე. ამიტომ მე ანუ მაგ ხრივი დააგვიშტო, რომ დარწმუნებული ვარ რაღაცები არ მესმის, რაცაც შავკანიანი ადამიანები გაიგებდნენ, იმიტომ რომ ხო, უბრალოდ კულტურული მნიშვნელობით და ისტორიით იმათთვის უფრო ახლო და პერსონალურია და ამიტომ ხო, მაგის თემაც მინდოდა. მაშინ სულაც იყო დღევანდელი ჩვენი გახილვა, გაგვიზიარეთ კიდევ წლევანდელი იქნება, რომელი წლისაც იქნება. გამოგვიწერეთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, რაც ძალიან დაგვეხმარება ერთი კლიქია. კარგად, გველასებით. მადლობა.